ემილია აბაშიძე 9 წლის. ავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემს ვისწავლი. ხატვა დავიწყე, როდესაც ვიყავი 4 წლის, მაგრამ მაგ დროს ვჩხაპნიდი. მე ვიცი სახლის ხატვა, პეპლის ხატვა, გოგონის ხატვა, ბიჭის ხატვა, კიდე ვიცი მზეს ხატვა, მთვარეს და ვარსკვლავების. ყველაზე ძნელია ბუნების დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჯერ უნდა დავხატოთ ასე კედელი, მერე უნდა დავხატოთ კარები, მერე ფანჯრები და მერე სახურავი. მერე დავხატავ ეზოს, იქ დავხატავ ყვავილებს, ცხოველს, ძაღლს და კატას და კიდევ პატარა სახლს მივხატავ. სახლის კედელს გავაფერადებდი ვარდისფრად. სახურავს წითლად, ფანჯრებს ცისფრად და კარებს გავაფერადებდი ყავისფრად. ჩემი საყვარელი ფერი არის ცისფერი და მე არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ცისფერს თითქმის სულ ვიცმევ და შავს არ ვიცმევ. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ახლა მაქვს 172 ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ კედლებზე გავაკრა. ძალიან მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ამ გამოფენას დავპატიჟებ ბიძაშვილს, მეგობრებს, კლასელებს, მამიდაშვილებს, მამიდას და დედასაც. კიდევ მამიკოს და ჩემს ძმას. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარი iPhone 15. მე ასევე მიყვარს ცეკვა, მაგრამ ცეკვაზე აღარ დავდივარ. 1 წელი ცეკვავდი ხორუმში და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ მასწავლებელი შეგვეცვალა. ნუს კაიწყიველი გვასწავლიდა და ის მასწავლებელი ძალიან მიყვარდა. იმდენად მიყვარდა მასწავლებელი, რომ შეგვეცვალა, აღარ წავედი. ჩემი საყვარელი ცეკვაა ხორუმი. საყვარელი ილეთია ეს. საწუხაროდ კონცერტი არ მქონია, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ მქონოდა. ახლაც ერთი სული მაქვს, რომ ვიცეკო დიდ სცენაზე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგად მეგობრობ ჩემ კლასელებთან. თამაშობთ, ერთად ვხატავთ და ერთად ვატარებთ დროს. კიდევ იმიტომ, რომ მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თომა შავაძე. ყველაზე ცელქია დათა ბეჟანიძე. ყველაზე შვიდია ვიკა ჩხაიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი ლამაზი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ლაურა ლორთქიფანიძე. იმიტომ რომ გვამხიარულებს, გვათამაშებს და გვაცეკვებს. რომ გავიზრდებით, მინდა გამოვიდეს სტომატოლოგი. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი მხატვარი. პრინცესებიდან მე მგონი ვგავა რაპუნცელს. ახლა მინდა მივიყო 25 წლის, იმიტომ რომ სადაც მინდა იქ წავა. სად მინდა წავიდე და სხვადასხვა ქვეყნებში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდი იტალიაში. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბაბუ, ბებო და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ჰქვია ილია. ის არის ჭკვიანი, მხიარული, უყვარს თამაშები, სიცილიც. ჩემი აზრით ილია რომ გაიზრდება, გამოვა ადამიანის ექიმი. მამიკო არის მხიარული, კეთილი და სიმპათიური. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ კარგ სიტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჩუქნის. მე ვარ დედიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, ჭკვიანი, ზრდილობიანიც. საჭმელების კეთება არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ სახლს ვალაგებ. სამაგიეროდ ვატუღებ გებრიელ ყავას. ჩემი საყვარელი საჭმელია მაკდონალდსის ორმაგი ბურგერი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია სიკვდილის წამსვამი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვინც ავათა ყველას მოვარჩევდი. ინა მონაწილემ დამიტოვა აი ასეთი შეკითხვა. ემილი რომ არ მერქვას რა მერქვეოდა. მე ემილი და მარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწყოს.
მაგრამ ემილი რომ არ მერქვას, ალბათ მე ვერქმევოდა ევა. ჩემს შვილებს დავარქმევ ანდრიას, ბარბარეს, ელენეს და გიორგის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ აი ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია Murder Mystery. ანუ ერთი არის დანიანი ადამიანი, მეორე არის თოფიანი და ინოსენტი არის ერთი, არაფერი არ აქვს და თოფიანმა დანიანმა არ უნდა მოკლას. მე მიყვარს მაგ თამაში, რომ ვარ თოფიანი, რადგან ვიცავ ინოსენტებს. ბედნიერება არის iPhone-ის ჩუქება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.